პრეზიდენტმა ტრამპმა შაბათს გააუქმა ამერიკული დელეგაციის ვიზიტი ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებებისთვის. და შინ დაძაბულობა სხვაგვარად გამოვლინდა, როდესაც შეიარაღებულმა პირმა უსაფრთხოების განგაში გამოიწვია და თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამი ქაოსში ჩააგდო. ტრამპმა მოგვიანებით დაამატა, ეს არ შემაჩერებს ირანში ომის მოგებაში. ეს ყველაფერი და კიდევ მეტი დღევანდელ Jerusalem Initiative-ში. კვლავ მოგესალმებით Jerusalem Initiative-ზე JNS TV-ზე. ჯოშ ჰეისტენი აქ არის Alex Trayman-თან ერთად. საგანგებო ამბები. შესაძლო მკვლელობის მცდელობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე. სროლის ხმა გაისმა თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე ვაშინგტონში, შაბათ საღამოს. 31 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს. Cole Thomas Allen-ი, როგორც ჩანს, კალიფორნიელი მასწავლებელია. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ პასუხობს X-ზე. სარა და მე შოკირებულები ვართ პრეზიდენტ ტრამპზე გუშინ ღამით განხორციელებული მკვლელობის მცდელობით. ალექს ამ ეტაპზე ყველა დეტალი არ გვაქვს. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეჭვი არ არის. ეს იყო პრეზიდენტ ტრამპზე მიმართული მკვლელობის მცდელობა. როგორც ჩანს, ეს ნამდვილად იყო მკვლელობის მცდელობა. პრეზიდენტი ტრამპი სასწრაფოდ გაიყვანეს ვაშინგტონში, ჰილტონის სასტუმროდან. ეს იგივე ადგილია, სადაც 1991 წელს პრეზიდენტ რეიგანს მკვლელობის მცდელობისას ესროლეს. ის თეთრ სახლში დაბრუნდა. სიურეალისტური სცენებია. თქვენ ნახეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის სხვა წევრები, მათ შორის ქეში და სხვები, თქვენ იმყოფებით თეთრი სახლის ბრიფინგის ოთახში პრესკონფერენციაზე, სადაც ჟურნალისტები სმოკინგებსა და საღამოს კაბებში იყვნენ. პრეზიდენტი ლაპარაკობდა იმაზე, რომ ის სწრაფად გაიყვანეს და იმის გამოთქვამდა, რომ კიდევ ერთხელ ეცდება ამ კორესპონდენტების ვახშამში მონაწილეობას. იცით, ეს ის ვახშამია, სადაც ჩვეულებრივ პრეზიდენტი სხვებს ხუმრობით აკრიტიკებს. მედია რამდენიმე წელი არ მისულა, მაგრამ როგორც ჩანს, ის მაინც წავიდა. მან მოამზადა მედიისთვის ხუმრობები, რაც ვფიქრობ მედია იმსახურებს, რადგან ისინი მუდმივად ცდილობენ მის დისკრედიტაციას თავიანთ გვერდებზე. და ასე რომ ის აპირებდა ხუმრობას. მან თქვა, რომ ალბათ შემდეგ ჯერზე, როცა ამას გააკეთებენ, ის ალბათ ცოტა უფრო კეთილი იქნება, ვიდრე ეხლა აპირებდა. მან ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ თეთრ სახლს საბანკეტო დარბაზი სჭირდება, რადგან ასეთი ტიპის ადგილების დაცვა შეუძლებელია შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის. ვფიქრობ ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრზე. მასთან ერთად ბევრჯერ მიმოგზაურია. უსაფრთხოების ზომები და ლოგისტიკა, რაც საჭიროა პრემიერ-მინისტრის ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლისას, უზარმაზარია. გულისხმობ პრემიერ-მინისტრს ან შეერთებული შტატების პრეზიდენტს სასტუმროებში უკანა გზებით შეჰყავთ, რადგან აშკარა შესასვლელებით ვერ გაივლიან. ხო იცით, ისინი ყოველთვის ჯავშან მანქანებით გადაადგილდებიან. ისინი მანქანიდანაც კი ვერ გადმოდიან ისე, რომ გარშემო კაროები არ იყოს გაშლილი, რათა სნაიპერმა ვერ შეძლოს სუფთა გასროლა, ან ვერ გაიგოს სად იქნება პრემიერ-მინისტრი ან შეერთებული შტატების პრეზიდენტი. სინამდვილეში ძალიან რთული ცხოვრება ვიტყოდი, იყო პრეზიდენტი ან ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი. იმ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, რაც მათ სჭირდებათ. ადამიანს მაღაზიაში წასვლაც კი არ შეუძლია, რომ რძე იყიდოს. მათ უწევთ იცხოვრონ სრული დაცვისა და უსაფრთხოების პირობებში. რადგან ყოველთვის არიან ესეთი შეშლილი ადამიანები, რომლებიც სულ უფრო და უფრო ხშირად ცდილობენ მსგავსი ქმედებების განხორციელებას. როგორც ვხედავთ, საზოგადოებები სულ უფრო და უფრო გაბრაზებულები ხდებიან. ეს ნაწილობრივ მედიის მიერ არის ახალისებული, მაგრამ ასევე ძალადობრივი ვიდეო თამაშების გავლენითაც. ეს გამოწვეულია დეპრესიისა და შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტებითაც. სოციალური მედია უდავოდ, ასევე ის თუ როგორ ურთიერთობენ ადამიანები სხვებთან და EQ-ის, ანუ ემოციური ინტელექტის ნაკლებობა საზოგადოებაში და იარაღზე ხელმისაწვდომობა. ვგულისხმობ ადამიანებს, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, ბევრად უფრო მეტი ცდომა აქვთ საერიშო შაშხანებზე, ვიდრე ისრაელში. იქ ნამდვილად არ გაქვს ესეთი ცდომა. ასე რომ იცი, ძალიან სამწუხაროა. როგორც შენ ახსენებ, შოუს დაწყებამდე ჩანს, რომ ტრამპს იცი თითქოს 9 სიცოცხლე აქვს. მან თქვა, რომ მიზეზი, რატომაც მას ესხმიან თავს, არის ის, რომ ის ეფექტურად მუშაობს და ბევრს აკეთებს. ასე რომ იცი, საბედნიეროდ ტრამპი კარგადაა. ჩვენ ლოცულობთ მისი წარმატებისთვის აქ ისრაელში. დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპის ჯანმრთელობისა და წარმატებისთვის უფრო მეტი ადამიანი ლოცულობს ისრაელში, ვიდრე ალბათ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ამაში ეჭვი არ არის. დღეს დილით ისრაელის მედიაში მთავარი კითხვა იყო, მოქმედებდა თუ არა ეს მსროლელი ტრამპის პოლიტიკის შედეგად, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში ომისა და ირანის მიმართ. ამ ეტაპზე ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არ გონია ეს ირანს უკავშირდებოდეს. ირანის ონთან კავშირზე საუბრისას თქვა, რომ ეს ალბათ უბრალოდ მარტოხელა თავდამსხმელის შემთხვევაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომდევნო კვირებში მეტი ინფორმაცია გამოვლინდება.
თავდამსმელი ცოცხლად დააკავეს. ის განეიტრალდა, დაშავდა, მაგრამ ცოცხალია. ის ორშაბათს წარდგება სასამართლოში იანინ პიროს თქმით, რომელიც, როგორც მე მგონია, მოქმედი პროკურორია ვაშინგტონში, DC-ში. და იცით, მომდენო დღეებში უფრო მეტ ინფორმაციას გავიგებთ. მოდით ალექს გადავიდეთ პირდაპირ ირანზე. სანამ იქ მკვლელობის მცდელობა მოხდებოდა, პრეზიდენტმა ტრამპმა პაკისტანში ირანის ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გააუქმა. ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ ისლამაბადში ვიზიტი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გააუქმა. მან ჯარედ კუშმანს უთხრა სახლში დარჩენილიყო, სტივ ვიტკოპსაც უთხრა სახლში დარჩენილიყო. არ ვარ დარწმუნებული, JD Vance-იც უნდა გაფრენილიყო თუ არა იქ, მაგრამ მოდი ეს ვიდეო ნახოთ. ალბათ გაიგეთ, რომ ვიზიტი გავაუქმეთ. ყველა კოზირი ჩვენს ხელშია. ჩვენ არ ვაპირებთ 15 საათი თვითმფრინავში გავატაროთ, სულ წინ და უკან ვიაროთ იმისთვის, რომ დოკუმენტი გადავცეთ, რომელიც საკმარისად კარგი არ არის. ამიტომ ტელეფონით მოვაგვარებთ და როცა უნდა დაგვირეკონ. მე ვისაც ამ ყველაფერს მართავს, იმასთან მოვაგვარებ. მათ არ იციან. ისინი ერთმანეთს ებრძვიან. საშინელი შიდა დაპირისპირებაა. ალბათ ლიდერობისთვის იბრძვიან. მაშ ალექს მგონი მთავარი კითხვა ახლა ცეცხლის შეწყვეტის სტატუსია. პრეზიდენტმა ტრამპმა გასული კვირის შუაში თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდებოდა ამ მოლაპარაკებების ჩასატარებლად, მაგრამ ეს მოლაპარაკებები არ შედგა. იცი, მე სულ ამოწმებ ჩემს ტელეფონს. სულ ვცდილობ მოусმინო სიგნალებს, რომ გავიგო, ირანი კიდევ ერთხელ შეეცდება თუ არა ისრაელზე თავდასხმას, თუ მართლაც აშშ-ო გადაწყვეტს, რომ ირანთან ომს დაუბრუნდეს. რა მდგომარეობაა ახლა? თითქოს გაურკვევლობაში ვართ აქ. რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, ის დოკუმენტი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მიიღო, იყო საკმაოდ მკაცრი და არ შეიცავდა იმ დათმობებს, რასაც შეერთებული შტატები ელოდა. პრეზიდენტმა ტრამპმა გააუქმა ვუდკოფისა და ქუშნერის ვიზიტი ისლამაბადში. ეს საკმაოდ შორი გზაა, დაახლოებით 18 საათიანი მგზავრობაა იქ. და ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპის ამ კომენტარში საუბარია იმ შიდა დაპირისპირებაზე, რომ რეჟიმის შიგნით სერიოზული განხეთქილებებია. და იუწყებიან, რომ სულ მცირე 3 ძირითადი სხვადასხვა დაჯგუფება. პირველი დაჯგუფება აიათოლების ჯგუფი იქნებოდა, ხო ასე? და კვლავ ვრცელდება ცნობები მოჯტაბა ხამენეიზე, ალი ხამენეის უმაღლესი ლიდერის შვილზე. ის დაასახელეს უმაღლეს ლიდერად, მაგრამ არავის უნახავს იგი. ცნობები კვლავ ვრცელდება, რომ ის ან ძიმედ დაშავებულია, შესაძლოა ფეხი დაკარგა, სახის დაზიანებები აქვს, ზოგი კი ამბობს, რომ გარდაცვლილია. მისი სიცოცხლის ან გონიერების ვიზუალური დადასტურება არ არსებობს. მაშასე, ერთი მხრივ არიან აიათოლები, რომლებიც რელიგიური ფანატიკოსები არიან და სჯერათ, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან დიდი დაპირისპირების შექმნით შეუძლიათ გამოიწვიონ თავიანთი მაჰდის, მე-12 იმამის დაბრუნება. ესენი არიან რელიგიური რადიკალები. მეორე მხრივ კი არის სამხედრო ფრთა. არის ირანის რევოლუციური გვარდია, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძვიან. ეხლა იარაღი მათ აქვთ, ხომ ასეა? ისინი არიან ისინი, ვინც აკონტროლებენ გამშვებ პუნქტებს და უშლიან ირანის მოქალაქეებს პროტესტში აჯანყებას. და მეორე მხრივ ყავს პოლიტიკოსები, როგორიცაა პრეზიდენტი პაზეშკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი არაშკი და ირანის პარლამენტის სპიკერი გალიბროფი. და არსებობს დაუდასტურებელი ცნობები, რომ ისინი ყველანი დააკავეს, ხო ასეა, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ. ასე რომ ჩვენ არც კი ვიცით, ვინ არის პასუხისმგებელი. და გარედან ყავს რეზა პალოვი, რომელიც ჩემი აზრით ძალიან აქტიურად იწევს თავის სტატუსს და სხვადასხვა შეხვედრებს ატარებს. ის ამ კვირაში ევროპაში იყო. მან 2 დიდი პრეს-კონფერენცია ჩაატარა სხვადასხვა ადგილას, სადაც 150-ზე მეტი ჟურნალისტი ესწრებოდა. მან სოციალურ ქსელში მკაცრად გააკრიტიკა ისინი და თქვა, რომ არც ერთმა მათგანმა არ დაუსვა კითხვა იმ 80,000 ირანელ სამოქალაქო პირზე, რომლებიც ომამდე პროტესტების დროს დაიღუპნენ. ის ახლახან შეხვდა პარლამენტარებს, როგორც ჩანს ის ნელა, მაგრამ მტკიცედ ამბობს სწორ ამებს და მისი პოზიცია უმჯობესდება. ეს რომ აქ არის სხვადასხვა დაჯგუფებები და არავინ იცის, ვინ გამოჩნდება საბოლოოდ. და ბევრ შემთხვევაში, რაც ეხლა ხდება, არის ის, რომ თქვენ ხედავთ ირანში რევოლუციის გაღვივებას, რომელსაც გარკვეული პარალელები აქვს. ცხადია, გარემოებები ძალიან განსხვავებულია, მაგრამ გარკვეული პარალელები არსებობს 1978 წლის რევოლუციასთან, სადაც ეხლა ყველა ეს ძალა ლიდერის გარეშე იბრძვის ძალაუფლებისთვის, ხო ასეა? შაჰი 1978 წელს ძალაუფლებას კარგავდა. საბოლოოდ მას ემიგრაციაში წავსლა მოუწია.
აქ კი ყავს ალი ხამენეი, უმაღლესი ლიდერი, რომელმაც აიათოლა ხომეინის შემდეგ ჩაიბარა ძალაუფლება. აიათოლა ხომეინი კი იმ რევოლუციის შემდეგ მოვიდა. ეხლა ხამენეი აღარ არის და ძალაუფლებისთვის სხვადასხვა დაჯგუფებები იბრძვიან, არავინ იცის ვინ გამოჩნდება საბოლოოდ. და რასაც აქ ხედავთ, არის ის, რომ ტრამპი ამ მოლაპარაკებების გზით აჩვენებს ყველა ბზარს, ყველა განხეთქილებას ირანის შიგნით. ის აძლევს მოვლენებს თვითდინებით წარიმართოს, მაგრამ ამას მაინც აკეთებს. მას შემდეგ, რაც ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო კამპანია ჩატარდა, რამაც ირანი მნიშვნელოვნად დაასუსტა, გაანადგურა მათი პეტროქიმიური საწარმოები და ასევე ბლოკადა დაუწესა სპარსეთის ყურეს, არაფერი გადის გარეთ, არაფერი შემოდის. ასე რომ ის ფაქტობრივად ანადგურებს მათ ნებისმიერ შესაძლებლობას მიიღონ რაიმე სახის შემოსავალი. ამიტომ რაც ახლა ხდება არის ის, რომ უკვე ვხედავთ, თუნდაც ირანის რევოლუციური გვარდიის შემთხვევაში და ამის შესახებ ცნობებიც არსებობს, რომ საშუალო რგოლის მეთაურები ხელფასებს აღარ ირებენ. და ამიტომ ხედავთ, რომ ხალხი რეჟიმს უპირისპირდება. ასე რომ შეიძლება დონალდ ტრამპს არ ეჩქარება სამხედრო დარტყმაზე დაბრუნება, რადგან ის, რაც გსურთ ნახოთ, არის ირანის ხალხის აჯანყება. გსურთ, რომ ყველა ეს შიდა სტრუქტურა დაინგრეს და ჩვენ ამ პროცესის შუაგულში ვართ. ვიცით, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი? არა. პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ განაახლოს სამხედრო დარტყმები. აბსოლუტურად. პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს აქვს თითი სასახლეზე და მზად არის მოქმედებისთვის თუ პრეზიდენტი ბრძანებას გასცემს. აბსოლუტურად. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ და ისრაელის თავდაცვის ძალები სურთ გაანადგურონ ყველა ის რადიკალი, ვინც ირანში რეალურ კოლაფსსა და რეჟიმის ცვლილებას უშლის ხელს. ამ კვირაში თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა თქვა ამ კვირაში, რომ ისრაელი მზად არის განაახლოს ბრძოლა ირანთან და ელოდება აშენცეშვის მწვანე შუქს, რათა დაარტყას ირანის ენერგეტიკულ ობიექტებს და იქაურ ხელმძღვანელობას, რაც არ უნდა დარჩენილი იყოს ირანში. პრეზიდენტი ტრამპიც ძალიან აქტიური იყო ამ კვირაში სოციალურ მედიაში. მის Truth Social პლატფორმაზე ფაქტობრივად დეტალურად გაცუდიდა ინფორმაციას პაკისტანში დელეგაციის ვიზიტის გაუქმებამდე. მან დაიწყო კვირის შუაში ან დასაწყისში განცხადებით, რომ პაკისტანის თხოვნით და იმის გამო, რომ ირანმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა, დავთანხმდი, რომ ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდეს 4 შაბათის შემდეგაც. შემდეგ 5 შაბათს განაცხადა, რომ ირანთან საქმეები კარგად მიდის. ყველაფერი სწორ მიმართულებაშია და შეიძლება მალე კარგი ამბავიც ჰქონდეს. და შემდეგ იყო პარასკევი. მან რეალურად გააუქმა დელეგაცია. მაგრამ როგორც ვიდეოში ვნახეთ, ის მაინც საჯაროდ ოპტიმისტურად რჩება, რომ რაღაც მოხდება. იქნება ეს შეხვედრები, არ იქნება შეხვედრები, შეიძლება სატელეფონო საუბრები იყოს. მაგრამ როგორც თქვით, იცით, ეს ყველაფერი შეიძლება პრეზიდენტის ნათქვამი იყოს, რომ დრო ამერიკელების მხარესაა და არა ირანელების და ის ამ მოლოდინის სტრატეგიას გამოიყენებს. დიახ, ვფიქრობ, პრეზიდენტი აქ ამბობს, რომ დრო ამერიკელების მხარესაა. ანუ ეს თითქოს ეწინააღმდეგება ტრადიციულ აზრს, ხო ასეა. იმიტომ რომ ტრამპი მედიის უწყვეტ საინფორმაციო ციმაციო ციკლშია. მას შუალედური არჩევნები ელის. მას მხოლოდ 2 წელიწადი და 9 დარჩა თანამდებობაზე. ანუ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაასრულოს თავისი დღის წესრიგი. ირანელები გადარჩენისთვის იბრძვიან, რაც უფრო დიდხანს გააჭიანურებენ პროცესს, მით უკეთესი შანსი აქვთ გამარჯვების. ისინი ასევე იმედოვნებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დასრულების შემდეგ იქნება უფრო მეგობრული ადმინისტრაცია, ანუ დემოკრატების ადმინისტრაცია. ვინ? დემოკრატებმა დაამტკიცეს, რომ ცდილობენ ირანელებს ყველანაირად შეუწყონ ხელი, სადაც კი შეუძლიათ. ბაიდენის ადმინისტრაციამ და ობამას ადმინისტრაციამ ირანს უზარმაზარი დათმობები გაუკეთეს. რა თქმა უნდა, კამალა ჰარისი, კიდევ ერთი დემოკრატი იგივეს გააკეთებდა, ან შესაძლოა უბრალოდ ალტერნატიული რესპუბლიკელი, ლიბერტარიანელი რესპუბლიკელების ადმინისტრაცია, რომელსაც უბრალოდ არ სურს ახლო აღმოსავლეთში ჩარევა. ან ვინმე, ვისაც ირანელები ფიქრობდნენ, რომ უკეთესად გამოიყენებდნენ ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც აჩვენებს, რომ სრულად მზადაა ირანზე თავდასხმისთვის და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მიიღოს. ამიტომ ისინი გრძელვადიან თამაშს თამაშობენ. მაგრამ ის რასაც ტრამპი აკეთებს ამ ბლოკადით, რეალურად აწვება იმას, რაც ირანის ეკონომიკაში დარჩენილი იყო. თქვენ ახლა ხან ნახეთ, რომ ირანის პრეზიდენტმა პეზეშკიანმა გააფრთხილა, სთხოვა ირანის მოქალაქეებს, რომ ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარონ. კარგი, ასე რომ ხედავთ, რომ შესაძლოა მათ ელექტროსადგურების საწვავით მომარაგების შესაძლებლობაც კი იკლებს. ყველა მათი რესურსი იწურება, ასე რომ ნახავთ რა მოხდება მომდევნო კვირებში. ტრამპი აღიარებს, რომ ალღით, ამ ჩაკეტვით, ჰორმუზის სრუტის ბლოკადით, რეალურად ირანია ის, ვისაც დრო ეწურება.
როგორც ჩვენ თქვი ალექს, ჰორმუზის სრუტეში ალყა გვაქვს. ირანის პორტები დახურულია. აშშ-ში არ აძლევს უფლებას ირანულ გემებს ან ირანთან დაკავშირებულ გემებს გაცურონ. ტრამპმა ასევე თავის Truth Social პლატფორმაზე გასულ ხუთშაბათს განაცხადა, რომ უბრძანა აშშ-ს საზღვაო ძალებს. მისი სიტყვებით, ეს როლ უნდა მოკლან ნებისმიერი ნავი, რომელიც იმ ტერიტორიაზე იმოძრავებს. განსაკუთრებით ის იმ ნავებს უყურებს, რომლებიც შესაძლოა იმ ტერიტორიაზე ნაღმებს დებენ. ამავე დროს იქ იმყოფებიან ნავსაწინააღმდეგო ნავები, აშშ-ს საზღვაო ძალების ნავები, რომლებიც პრეზიდენტის თქმით ამჟამად არ აყოვნებენ სრუტის გაწმენდას. ის ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაღმების გაწმენდის მხრივ მათ უნდა გაასამაგონ თავიანთი ძალისხმევა. დიახ, სრუტების დახურვასთან დაკავშირებით აქ ბევრი სხვადასხვა რამ ხდება. ერთი მხრივ აქ არის ნაღმების გაწმენდის წვრთნები და ხედავთ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს მხოლოდ აშშ-ს საზღვაო ძალები არ არის. ის სხვა ქვეყნებს თხოვს, რომ შემოვიდნენ და თავიანთი გემები გაგზავნონ ჰორმუზის სრუტეში ნაღმების გასაწმენდად. აკეთებენ ამას. თუნდაც თურქეთმა მიანიშნა, რომ შეიძლება შემოვიდნენ და ჰორმუზის სრუტეში ნაღმებისგან გაწმენდა დაიწყონ. ამბობს, რომ თავისუფალი ქვეყნებისთვის ვალდებულება აქ გავლის თავისუფლება უზრუნველყონ. ასე რომ გვაქვს ეს საკითხი, რომ ტრამპს უნდა სხვა ქვეყნები შემოვიდნენ და ამ ოპერაციის ნაწილი გახდნენ, რადგან საბოლოოდ სწორედ მათ სჭირდებათ სრუტეები უფრო მეტად, ვიდრე შეერთებულ შტატებს. გაქვთ კიდევ ერთი საკითხი, ირანში შემომავალი საქონლის ბლოკადა და იყო შემთხვევა, როცა ჩინური ხომალდი შეერთებულმა შტატებმა დააკავა. და ძირითადად ამბობენ, რომ იყო რაღაცა საჩუქრები, რომლებიც არც ისე სასიამოვნო იყო, რასაც ჩინელები ცდილობდნენ ირანში შეეტანათ. იქნებოდა ეს საწვავი, შესაძლოა მყარი საწვავი ბალისტიკური რაკეტებისთვის, არ ვიცით რა იყო ეს, არავინ ამბობს ზუსტად. ასე რომ იცით, ეს ხელს უშლის ხელახალ შეიარაღებას. ეს ხელს უშლის მარაგების ირანში შეღწევას. ეს არის საერთაშორისო საკითხი ნაღმებთან დაკავშირებით. და შემდეგ არის ნავთობის ექსპორტი, რაც ირანს სჭირდება. და ტრამპი ამბობს, რომ ირანელები ყოველდღიურად დაახლოებით 400-დან 500 მილიონ დოლარს კარგავენ ნავთობის ექსპორტის მხრივ. ნავთობი. მაგრამ კიდევ ერთი რამ არის, როცა ეს ნავთობის საბადოები გაქვს, როცა ისინი ვერ ახერხებენ დაცლას ნავთობის ამოღებისას, რაც ხდება ისა, რომ ისინი და ამას ვკითხულობ. მე არ ვარ ექსპერტი იმაში, თუ ზუსტად როგორ მუშაობს ეს პეტროქიმიური და ნავთობის ობიექტები, მაგრამ არსებობს ცნობები, რომ ძირითადად ისინი წყვეტენ ნორმალურად ფუნქციონირებას, თუ ვერ ახერხებენ ნავთობის წარმოებას. და შემდეგ მის გადატვირთვას გემებში. ამიტომ ის ფაქტი, რომ არაფერი გადის, შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში ირანის ნავთობის შესაძლებლობებსაც ანადგურებდეს. ალექს, როგორც შენ თქვი და როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა Truth Social-ზე, ირანი ფინანსურად ინგრევა. მათ სურთ ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გაიხსნას. ისინი ფულს ძალიან საჭიროებენ, ყოველდღიურად 100 მილიონ დოლარს კარგავენ. სამხედროები და პოლიციელები ჩივიან, რომ ხელფასს ვერ იღებენ. SOS. ეს პრეზიდენტის სიტყვებია. სორია, და ირანელები იცი შეუძლიათ ფულის დაბეჭდვა, მაგრამ კითხვა ისაა, რა ღირს ეს ფული. ომამდე რეალი დაახლოებით 1.2 მილიონი იყო $1. ასე რომ ირანელებს შეუძლიათ ფულის დაბეჭდვა, მაგრამ ამ ფულის შესყიდვის უნარი ამ ეტაპზე მინდა ვთქვა, ფაქტობრივად სრულიად უფასურია. არ ვიცი სხვანაირად როგორ უნდა ვთქვა. ამიტომ თუნდაც ფული დაბეჭდონ და ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსს გადაუხადონ, ამ ფულით ვეღარაფერს გააკეთებენ. ასე რომ ვფიქრობ, მალე ირანში სხვა სახის საქონელზე დეფიციტი იქნება. და ამგვარი კითხვა ის არის, უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება ეს სტრატეგია. იქნება თუ არა ალტერნატიული იარაღი, რომელიც ირანში შევა. გადავლენ თუ არა ირანელი ქურთები საზღვარზე და დაიწყებენ ირანული ოპოზიციის დახმარებას IRGC-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. უაცდიან თუ არა იმ იარაღს, რომელზეც პრეზიდენტმა ტრამპმა მინიშნებით თქვა, რომ ირანისკენ იგზავნებოდა. მაგრამ სხვები ინახავდნენ. დადგება თუ არა მომენტი, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი Reza Pahlavi's საკითხზე პოზიციას შეიცვლის. მან მთელი ამ დროის განმავლობაში ამბობდა, რომ ფიქრობდა Reza Pahlavi ის ადამიანი არ არის. კარგი ადამიანია, მაგრამ საჭიროა ვინმე ირანში. და შეიძლება ეს ყველაფერი უბრალოდ ბოლი იყოს, რათა ასე გამოჩნდეს, თითქოს შაჰის შვილი Reza Pahlavi ამერიკელების კაცი არ არის. ასე რომ თუ პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, კარგი, ჩვენ არ ფიქრობთ, რომ Reza Pahlavi ის ადამიანია, მაგრამ ირანის ხალხი ამას ითხოვს. ან ეს მოდის შიგნიდან, ან გარედან, სხვა წყაროდან. მაშინ შეიძლება ერთ მომენტში ტრამპი შემოbrunდეს და თქვას, კარგი, ხო,
აშკარად ჩანს, რომ რეზა პალავი ის ადამიანია, ასე რომ ის გარედან აკეთებს თავის საქმეს. ტრამპი თავის საქმეს აკეთებს ეკონომიკური ბლოკადით. ეკონომიკური ბლოკადა მოჰყვა სამხედრო დარტყმებს, რომლებმაც უმაღლესი ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი გაანადგურა, მოლაპარაკებებში კი აქ ნაპრალები გამოაშკარავდა. არ დაგავიწყლეთ, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ მოსადის ხელმძღვანელმა დავიდ ბარნიმ თქვა, რომ რეჟიმის გატეხვის მცდელობებს დრო დასჭირდება და ისინი სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ მოხდება. ესე რომ ვიწყებთ იმის დანახვას, როგორ იწყებს ეს პროცესი განვითარებას. მე ვფიქრობ, ყველა ის კრიტიკოსი, ვინც ამბობს, რომ ირანელები აჯობებენ შეერთებულ შტატებს და აჯობებენ პრეზიდენტ ტრამპს, მე ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი სწორად ამბობს, როცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე შეერთებულ შტატებს ყველა ბარათი აქვს ხელში. ირანს კი უკვე ბევრი ბარათი აღარ დარჩა. და ეხლა უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. დიახ, აბსოლუტურად. უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამავე დროს ჩვენ ჩრდილოეთში ირანის პროქსისთან გვაქვს საქმე. ჰეზბოლასთან, რა თქმა უნდა, ლიბანში. ერთი მხრივ ამ კვირაში ისრაელის დელეგაცია იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში, სადაც მარკო რუბიოსთან ერთად პირდაპირ მოლაპარაკებებს მართავდნენ ლიბანელებთან ცეცხლის შეწყვეტის ნორმალიზაციის ან სხვა საკითხებზე. სინამდვილეში ამ კვირაში პრეზიდენტმა ტრამპმა იქ სამკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და ამავე დროს ჰეზბოლა მოქმედებს. და ჰეზბოლა აგრძელებს ნებისმიერი სახის ცეცხლის შეწყვეტის დარღვევას, რაც ისრაელსა და ლიბანს შორის არსებობს. ვერც კი გეტყვით, რამდენი ჩურვი ისროლა ჰეზბოლამ შაბათ კვირას. გუშინ საღამოს, შაბათ საღამოს პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა ძალით დაარტყან ჰეზბოლას სამიზნეებს ლიბანში. მისმა ოფისმა შაბათ საღამოს მოკლე განცხადება გაავრცელა. ასე რომ თქვენ ხედავთ, რომ ისრაელი რა თქმა უნდა ანადგურებს ჰეზბოლას ტერორისტულ სამიზნეებს ლიბანში, თუნდაც ცეცხლის შეწყვეტის დროს რისი უფლებაც გვაქვს. შემდეგ კი ჰეზბოლა კვლავ და კვლავ არღვევს ცეცხლის შეწყვეტას, ისვრის ნაღმტკორცნებსა და რაკეტებს ისრაელის ჩრდილოეთ საზღვართან მდებარე დასახლებების მიმართულებით. მართლა ვერ ვითვლით, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად არსებობს გაგრძელება, სამკვირიანი გაგრძელება, მაგრამ ამჟამად სიტუაცია ძალიან დაძაბულია ისრაელის ჩრდილოეთში. კარგი, დაახლოებით 1 კვირის წინ, როცა ვსაუბრობდით, ფიქრობდი, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა შენარჩუნდებოდა ამ გრძელვადიანი მოლაპარაკებების საფუძველზე. ხოლო ირანთან ცეცხლის შეწყვეტა დაირღვეოდა ირანელების უუნარობის გამო, მიეღწიათ შეთანხმებისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. და აქ ხედავთ, რომ ირანში რეალურად საპირისპირო ხდება. პრეზიდენტ სურს ეკონომიკურმა ბლოკადამ თავისი შედეგი გამოიგოს და არ ჩქარობს სამხედრო დაპირისპირების განახლებას. მაგრამ აქ, როცა ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პერსპექტივა დადებითია, ხედავთ, რომ ჰეზბოლა ამას არ უნდა. ამიტომ ისინი ცდილობენ ჩაშალონ მოლაპარაკებები ისრაელის მიმართულებით სროლით, რითაც აჩვენებენ, რომ ისინი უფრო ძლიერი ძალა არიან და მათ ანგარიშს უნდა გაუწიო. ლიბანი მთავრობა, თქვენ მოლაპარაკებებს აწარმოებთ მთავრობასთან, რომელიც არ არის ის მხარე, ვისთანაც ომობთ. ისრაელი ომობს ჰეზბოლასთან. ის მოლაპარაკებებს აწარმოებს ლიბანის მთავრობასთან. ლიბანის მთავრობას არ აქვს და არასდროს დაუმტკიცებია შესაძლებლობა, რომ ჰეზბოლა დაამარცხოს. ჰეზბოლაზე ზეწოლას ახდენენ ერთი მხრივ, იმიტომ რომ მათი მხარდამჭერები ირანი აღარ აწვდიან მათ იარაღს ან დაფინანსებას, ხო ასეა. აი აქ შემოდის ირანის ეკონომიკური ბლოკადა. ჰეზბოლას ფული აღარ აქვს. ისინი აღარ ირებენ იარაღს. სირიის საზღვარზე ადრე იყო ბაშარ ასადი, სირიის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ასევე გარკვეულწილად ჰეზბოლას მხარდამჭერი იყო. ის ჰეზბოლას დაცვაზე იყო დამოკიდებული. ამიტომ მან სირია გამოიყენა როგორც სახმელეთო ხიდი, რათა ჰეზბოლა ხელახლა შეიარაღებულიყო და მომარაგებულიყო. სირიაში ალ-შარას ხედავთ, ის მეგობარი არ არის. ალ-შარი ისრაელის მეგობარი არ არის, მაგრამ ის ჰეზბოლას მტერია, ხო ასეა. ჰეზბოლას დასუსტებამ მისცა ალ-შარას შემოსვლის შესაძლებლობა. ჩვენ რეალურად ნახეთ ცნობები, რომ ალ-შარამ და მისმა ჯარებმა ლიბანში კონტრაბანდის რამდენიმე მცდელობა ჩაშალეს, იარაღი ამოიღეს, სირიასა და ლიბანს შორის გვირაბები აღმოაჩინეს. ამიტომ ამ ეტაპზე ჩემი მტრის მტერი, არ ვიცი, შეიძლება მეგობარი არ არის, მაგრამ ჰეზბოლას დასუსტებაში სასარგებლოა. მეორე მხრივ, ჰეზბოლაზე ზეწოლას ახორციელებს დიპლომატიური მცდელობები ლიბანსა და ისრაელს შორის. ის ფაქტი, რომ ამ ლიბანის მთავრობა და მთავრობის ხელმძღვანელები, პრეზიდენტი ჯოზეფ აიუნი, რომელიც ქრისტიანია,
ცდილობენ ხელახლა დაამყარონ კონტროლი ამ ქვეყანაში ჰეზბოლაზე. ეხლა ისინი ამ მოლაპარაკებების დროს ისრაელზე სასიამოვნო სიტყვებს არ ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ელჩი, ისრაელის ელჩი იეხი ლაიტერთან ერთად მაგიდასთან ზის. მოდით უბრალოდ გადავიდეთ, თუ შეგვიძლია. მოდით გადავიდეთ ვიდეოზე, სადაც ვაშინგტონში დელეგაციები გასულ კვირას იყვნენ. ჩვენ შესანიშნავი შეხვედრა გქონდა ლიბანის უმაღლეს ოფიციალურ პირებთან და ისრაელის უმაღლეს ოფიციალურ პირებთან. და ვფიქრობთ, რომ ლიბანის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი მომდევნო რამდენიმე კვირაში აქ ჩამოვლენ. მათ დამატებით 3 კვირაზე შეთანხმდნენ, ფიქრობ, სროლის შეწყვეტაზე, ცეცხლის შეწყვეტაზე. აღარ იქნება სროლა. ვნახოთ, ვიმედოვნებთ, ასე იქნება. ეს არ მოხდება, მაგრამ მათ ჰეზბოლაზე უნდა იფიქრონ. ეს ყველას აძლევს დროს, რომ გააგრძელონ მუშაობა იმაზე, რაც მუდმივი მშვიდობა იქნება. ორი ქვეყნის შორის, რომლებიც მშვიდობას ისურვებენ, ორივე დაზარალებულია ერთი და იმავე ტერორისტული ორგანიზაციის მიერ. ტერორისტული ორგანიზაციის, რომელმაც უდავოდ დააზარალა ისრაელი, მაგრამ ასევე დააზარალა ლიბანის ხალხით. ლიბანის ხალხს ეკუთვნის ცხოვრება მშვიდობიან და აყვავებულ ქვეყანაში. ეს ძალიან პოზიტიური შეხვედრაა, მაგრამ როგორც შენ ამბობდი, ალექს, ლიბანელები მაინც არ ამბობენ კარგ რამეს ისრაელზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთად იმყოფებიან ვაშინგტონში. ხო, ისინი თავიანთი სიცოცხლის ეშინიათ, ხო ესეა, თუ იტყვიან, რომ ისრაელი ჩვენი მეგობარია, ეშინიათ, რომ მოკლავენ. ამ ეტაპზე მათ სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ. ყველაზე მეტად იმიტომ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი მათთვის სტიმულებს თავაზობს. მილიარდობით დოლარის დაფინანსების თვალსაზრისით. ზუსტად ისე, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მილიარდობით დოლარის სანქციების შემსუბუქება მისცა ალ-შარას სირიაში. ლიბანის მთავრობა იმედოვნებს, რომ თუ ისინი შეერთებული შტატებისგან ძალიან კარგ ფინანსურ პაკეტს მიიღებენ, ეს იქნება მათი ძალა. არსებობს ეკონომიკური ბერკეტი, არსებობს სამხედრო ბერკეტი, ლიბანის არმიას სამხედრო ბერკეტი არ აქვს. ისინი იმედოვნებენ, რომ ლიბანის მთავრობა შეძლებს ეკონომიკური ბერკეტის მიღებას აღსადგენად და მათ აიძულებენ მოლაპარაკებებზე ისრაელის სახელმწიფოსთან. ისრაელსაც შეიძლება ითქვას აიძულებენ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. ეხლა ცხადია, ისრაელი ხედავს ამ გრძელვადიან სარგებელს, ხო ასეა? თუ ჰეზბოლას რეალურად შეძლებენ ზეწოლას, თუ ისრაელი შეინარჩუნებს უფლებას, რომ ჰეზბოლაზე ცეცხლი გახსნას, თუნდაც ცეცხლის შეწყვეტის დროს, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ცვლი იმას, რას ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტა, რა თქმა უნდა, ჰეზბოლა რეალურად არ არის ამ შეთანხმების მხარე. ასე რომ, როცა ამბობთ ცეცხლის შეწყვეტას ლიბანსა და ისრაელს შორის, ჰეზბოლა ისინი არ აღიარებენ ცეცხლის შეწყვეტას. მაგრამ ისრაელი მოქმედების უფლებას იტოვებს. ის ფაქტი, რომ ჰეზბოლა ასე ძლიერად დასუსტა, ერთადერთი მიზეზია, რაც ლიბანის მთავრობას საშუალებას აძლევს, მოვიდეს და ისრაელთან ამ მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა. ის ფაქტი, რომ მაიკ ჰაკაბი, რომელიც ამერიკის ელჩია ისრაელში, გაფრინდა ვაშინგტონში, ჩვენ ზუსტად არ ვიცოდით რისთვის. ეხლა ვხედავთ, რომ ის ამ მოლაპარაკებების ნაწილი იქნება. ეს ალბათ დავალებაა, რომელიც მიზნად ისახავს დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ და სხვები ამ მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობის მნიშვნელობაში, რადგან აშკარად აქ არის იეხი ლაიტერი, რომელიც ისრაელს წარმოადგენს. ის ძალიან ახლოსაა რონ დერმერთან. მას პრემიერ-მინისტრთან აქვს ცდომა ამ მოლაპარაკებებში, მაგრამ თქვენ გსურთ, რომ ჩვენ ვიყოთ იქ. ვფიქრობ, ამერიკას სურდა, რომ ყოფილიყო კიდევ ერთი დამკვირვებელი მხარე, რომელიც ამ მოლაპარაკებებში მიიღებდა მონაწილეობას და რომელსაც ნეთანიაჰუ მოусმენდა და პატივსცემდა. აი, რატო ხდება ახლა ამერიკის ელჩები, როგორც ლიბანში, ასევე ისრაელში, ამ მოლაპარაკებების ნაწილი? ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება, თუნდაც ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლი გაგრძელდეს. და როგორც ჩანს, ჰეზბოლას კიდევ ცოტა მეტად დასუსტება სჭირდება. დიახ, აბსოლუტურად. ლიბანი ამას ჯერ კიდევ 2006 წელს მეორე ლიბანის ომის დასრულების შემდეგ უნდა გაეკეთებინა. ეს არ მომხდარა. უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ისრაელს, რა თქმა უნდა, მშვიდობის ხელშეკრულება აქვს ჩვენს მეზობლებთან, იორდანიასთან, ეგვიპტესთან და იქნებ ერთ დღეს ლიბანთანაც, მაგრამ ჰეზბოლა იქ მაინც უცნობი ფაქტორია. დიახ, ჯერ კიდევ გასარკვევია, ჯოზეფ აუნმა ამავდროულად განაცხადა, რომ არ სურს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. დაახლოებით ერთი კვირის წინ იყო ცნობები, რომ ორივე ლიდერი შესაძლოა ძალიან მალე გაფრინდნენ ვაშინგტონში. როგორც ჩანს, ეს ცნობები ცოტა ნაადრევია, ხო ესეა, ანუ ეს მოლაპარაკებები პროცესში კიდევ ცოტა უფრო წინ უნდა წავიდეს. საინტერესო იქნება ნახოთ თუ აიუნი მართლაც შეხვდება ნეთანიაჰუსთან ერთად, რომ თეთრი სახლის ეზოში ასეთი ხელის ჩამორთმევა ვიხილოთ.
ეს ნამდვილად იქნებოდა, ვფიქრობ, ეს იქნებოდა გარღვევა ახლო აღმოსავლეთისთვის და კიდევ ერთი დომინო, რომელიც დაეცემა ისრაელსა და იმ სხვა ქვეყნებს შორის, რომლებიც ადრე თავს ისრაელის მოწინააღმდეგეებად მიიჩნევდნენ. მარკო რუბიო საუკეთესოდ ამბობს, რომ ისრაელსა და ლიბანს ერთი და იგივე მტერი ჰყავთ. ეს მტერია ჰეზბოლა. თუ ჰეზბოლას თამაშიდან ამოირებ, მართლა არ არსებობს მიზეზი, რატო არ უნდა გქონდეთ ლიბანსა და ისრაელს ნორმალური ურთიერთობები. ეხლა ესევე არსებობს კითხვა, რა მოხდება ლილიტანის მდინარის სამხრეთით მდებარე ამ ტერიტორიაზე, რომელიც ისრაელმა გაწმინდა. ამ დროს კი ისრაელი ლიბანელ მოქალაქეებს ეუბნება, არ დაბრუნდეთ, არ მიუახლოვდეთ ლიტანის მდინარეს, არ დაბრუნდეთ. არსებობს გარკვეული ცნობები იმის შესახებ, რომ ისინი ცდილობენ დაბრუნებას. იცით, ამ დროს ისრაელი ინარჩუნებს ამ ბუფერულ ზონას და რა მოუვა მას. იყო საუბრები, რომ შესაძლოა ეს ტერიტორია ეკონომიკურ ზონად იქცეს, რომელსაც ისრაელი სამხედრო ძალით დაიცავს, მაგრამ იქ აღარ იქნებიან არც მშვიდობიანი მოსახლეობა და არც ჰეზბოლა, რომლებსაც ლიტანის მდინარის სამ გამხრეთით გადაადგილება შეეძლებათ. ალექს, მინდა თემა შევცვალო თუ შეიძლება. იცით, ეხლა საარჩევნო სეზონია. კანონის მიხედვით ისრაელმა უნდა ჩაატაროს საპარლამენტო არჩევნები. ქნესეთის არჩევნები არაუგვიანეს ოქტომბრისა. ახლა აპრილის ბოლოს ვართ. ასე რომ უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს შეიძლება მოხდეს მომდევნო 90 დღეში, ან შეიძლება ოქტომბრამდეც გაგრძელდეს. უნდა დაველოდოთ, რას გადაწყვეტს პრემიერ-მინისტრი ნეთანიაუ. მას შეუძლია დანიშნოს არჩევნები და მაშინ ისინი 90 დღეში ჩატარდება. მაგრამ შაბათ-კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკმაყოფილო, ასე უწოდებდი, ლიკუდის წევრები შესაძლოა ქმნიან რაღაც ახალ პარტიას. არ ვიცი, გინდათ თუ არა მას მარჯვენა პარტია უწოდოთ, ცენტრისტულ მარჯვენა თუ სხვა რამ. იქ არიან სხვადასხვა ფიგურები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ლიკუდში იყვნენ, მათ შორის დეპუტატი იული ედელშტეინი. კალ შირენ ჰასკელი გიდან საარის ახალი იმედის პარტიიდან და სხვაებიც, რომლებიც ალბათ არ არიან კმაყოფილი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაუთი, მაგრამ მაინც სურთ დარჩნენ, ვფიქრობ, პოლიტიკურ სპექტრში მარჯვენა მხარეს. რას ვიცით ამ ახალ შესაძლო პარტიაზე, როგორც აქ უწოდებენ, ლიკუდ ბ-ზე ან ლიკუდის ბ-გუნდზე? რას ვიცით ამ პოტენციურ ახალ პარტიაზე? პირველ რიგში ეს ნამდვილად B გუნდი არის, ეს არ არის A გუნდი. კარგი, ესენი არ არიან ლიკუდის სუპერვარსკვლავები. ერთ დროს ზოგი მათგანი ლიკუდში ამომავალი ვარსკვლავები იყო, მაგრამ ეს უკვე ნანახი გვაქვს. ნახეთ, როგორ გამოეყო გიდონ საარი, შექმნა ახალი იმედის პარტია. ნახეთ, როგორ გამოეყო კახრონი ლიკუდს და შექმნა ახალი პარტია. და ამ პარტიებს შეუძლიათ კნესეთში მოხვედრა, რადგან ლიკუდის პრაიმერის სისტემა ასეთია. სიაში მაღლა ასვლის ერთადერთი გზა ისაა, თუ ხალხი პრაიმერში შენზე მისცემს ხმას. ამიტომ იცით, ამ ლიკუდის ბევრ დეპუტატს ჰყავს თავისი მცირე მხარდამჭერთა ბაზა და მათ შეუძლიათ ამ ბაზის გარკვეული პროცენტი ახალ პარტიაში თან გაიყოლონ. იცით, ეს უკვე ნანახი გვაქვს ადრე და რაც ყველა ესეთ შემთხვევაში ხდება, არის ის, რომ ეს პარტია კნესეთში შედის, იცით, დიდ ხმაურს ქმნის. და შემდეგ არჩევნებზე ისინი კნესეთს ტოვებენ და უკან ბრუნდებიან, იცით, თავჩაღუნულები ისევ ლიკუდში ბრუნდებიან, როგორც გიდონ საარი, რომელიც ახლა საგარეო საქმეთა მინისტრია, რადგან ისევ ლიკუდში დაბრუნდა. მაგრამ დიახ, ახლა საარჩევნო სეზონია. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ ვადამდელი არჩევნები გვექნება. ყველაზე გვიანდელი არჩევნები გვექნება, ყველაზე დიდი ალბათობით. ეს არის 27 ოქტომბერი. ხალხი ამბობდა, რომ ეს თავრობა ყველაზე არასტაბილური იყო, ყველაზე გახლეჩილი და მალე დაიშლებოდა. ეს არის ერთადერთი მთავრობა, ბოლო მრავალი მთავრობისგან, რომელიც შეიქმნა და სრული ვადით 4 წელზე მეტი ხნით იმუშავა. რაც ჩემი აზრით პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაუსთვის დიდი პოლიტიკური მიღწევა. და ის სტაბილურობა, რაც ისრაელს ესაჭიროებოდა ამ ომის დროს, რომელიც უკვე 2.5 წელზე მეტია გრძელდება. მაგრამ თქვენ ბევრ პოლიტიკურ ხმაურს მოისმენთ. დაინახავთ განსხვავებულს. ფორმირებები ან უკმაყოფილო ლიკუდის წევრებისგან, რომლებიც ხედავენ, რომ მათი ადგილები ლიკუდის სიაში მცირდება, ან მათი პოზიცია ლიკუდის სიაში სუსტდება. ამიტომ იცით, მათ სურთ ნახონ, შეძლებენ თუ არა რაიმე სხვა შექმნას. უფრო მეტი საუბარია ნაფტალი ბენეტისა და გადი აიზენკოტის წამოწევაზე. და ამჟამად თქვენ ხედავთ ყველა სახის სხვადასხვა გამოკითხვას. გასულ კვირას იყო არხი 12-ის გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ ოპოზიცია მიიღო 70 მანდატი. მაგრამ შემდეგ ხედავთ არხი 14-ის გამოკითხვას, რომელსაც შლომო ფილბერი ატარებს. და მე გირჩევდით, რომ შლომო ფილბერი ის გამოკითხველია ისრაელში, რომელსაც ყველაზე კარგი შედეგები აქვს მრავალი არჩევნების განმავლობაში პოლიტიკური რუკის გაგებაში. იმის გამო, თუ როგორ სვამს ის კითხვებს. მისი გამოკითხვები ხშირად ყველაზე ახლოს იყო რეალურ საარჩევნო შედეგებთან. და მან აჩვენა თავის ბოლო გამოკითხვაში, რომელიც გამოაქვეყნა არხმა 14, ეს იყო 14-ის გამოკითხვა, რომ კოალიციურ
კოალიციურ პარტიებს ეკნებოდათ 66 მანდატი, რაც ნიშნავს კიდევ ერთ ძალიან კაფიო და ძლიერ კოალიციას მომავალ მთავრობაში. ასე რომ თქვენ ნახავთ ბევრ გამოკითხვას, თქვენ ნახავთ ბევრ პოლიტიკურ მანერს, მე ვფიქრობ, თქვენ ასევე ნახავთ ახალი პარტიების ჩამოყალიბებას, რომლებიც ამ ქნესეთის ნაწილიც კი არ არიან, რაც შეიძლება მოიცავდეს. ესეთ ადამიანებს, როგორიცაა ოფერ ვინტერი, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების მარჯვენა ფლანგიდან მოდის და სურს შექმნას პოლიტიკური პარტია, ამირავი ბითხონის თიმიდან, რომელიც შეიძლება შეეცადოს შექმნას პოლიტიკური პარტია. ესე რომ ჯერ ზუსტად არ ვიცით, ვინ იქრის კენჭს, მაგრამ ვიცით, რომ საარჩევნო სეზონში ვართ. მეშინია, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ისრაელში პოლიტიკური დისკურსი უკიდურესად მახინჯი იქნება. გაქვთ 5 საარჩევნო ციკლის ტკივილი, რომლებიც ამ მთავრობამდე იყო. სასამართლო რეფორმების ტკივილი და შემდეგ 7 ოქტომბრის ტკივილი. ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არ გაქვთ საგამოძიებო კომისია. და ამჟამად უზენაეს სასამართლოში განიხილება საქმე იმის შესახებ, შეუძლია თუ არა სასამართლოს აიძულოს მთავრობა შექმნას საგამოძიებო კომისია. მთავრობა ამბობს, დიახ, საგამოძიებო კომისია აუცილებელია, მაგრამ ეს მხოლოდ ომის შემდეგ უნდა მოხდეს. ომი კი კვლავ გრძელდება. და მაინც პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ კვლავ ინარჩუნებს რეიტინგს. ყველა მის პოტენციურ ოპონენტზე წინ, მათ შორის ეიზენკოტზე, მათ შორის ბენზე. ყველა გამოკითხვაში 14, 12 განსაკუთრებით former village prosperance talk-ების საკითხში. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ პარტიულ დონეზე გექნებათ და ეს არის საპარლამენტო სისტემა, სადაც ხალხი პირდაპირ პრემიერ-მინისტრს არჩევს, ისინი პოლიტიკურ პარტიებს აძლევენ ხმას. ასე რომ შეიძლება დაინახოთ პარტიების გადაადგილება. შეიძლება ნახოთ სხვადასხვა კოალიციური მცდელობები, რომლებიც ცდილობენ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირებაში ხელი შეუშალონ. როგორც ნახეთ წინა არჩევნებზე, სადაც ნაფტალი ბენეტი პრემიერ-მინისტრი გახდა მხოლოდ 5%-იანი მხარდაჭერით, რადგან პარლამენტმა ფაქტობრივად ბლოკირების კოალიცია შექმნა, მაცია შექმნა. ეს იყო საპარლამენტო გადატრიალება, რათა ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერ-მინისტრობა აეცილებინათ. ამასობაში კვლავ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოკითხვებში ყველაზე შესაფერის კანდიდატად ითვლება ისრაელელებისთვის ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრობისთვის. ალექს გასუპარასკევს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაამჟღავნა, რომ მას პროსტატის კიბოს ძალიან ადრეულ სტადიაზე ჩაუტარდა მკურნალობა. მისი თქმით ის სრულად გამოჯამრთელდა. მან განცხადების გაკეთება გადაიდო ირანთან ომის გამო ამ ვითარებაში. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს მხოლოდ ჯანმრთელობას ვუსურვებთ. თუ ამას პოლიტიკურ პერსპექტივაში განვიხილავთ, როგორ ფიქრობთ, ამ მომჩევლები როგორ მიიღებენ ამ ამბავს, რომ პრემიერ-მინისტრს კიბო ჰქონდა? მართალია არ მინდა ასე ვიფიქრო, რადგან ჯანმრთელობა პირველ ადგილზეა, მაგრამ მაინც მაინტერესებს, როგორ რეაგირებენ ამ მომჩევლები ამ ახალ ამბავზე. როგორც ჩანს, ის სრულად გამოჯანმრთელდა, მაგრამ ეს ამ მომჩევლებზე იმოქმედებს და თქვენ რას ფიქრობთ პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის ამ მდგომარეობაზე? ჩვენ ვიცით, რომ პრემიერ-მინისტრს სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა. მან პროსტატის ამოკვეთა ან პროსტატიდან სიმსივნის ამოღება გაიკეთა იმ პერიოდში. ფიქრობ, რომ ეს ალბათ სიმსივნეა, მიუხედავად იმისა, რომ ამას არ აცხადებდნენ, რადგან თუ უბრალოდ გადიდებული იყო, ომს აწარმოებდა ოპერაციაზე არ წახვიდოდი. მაგრამ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ამ პროცედურაზე წავიდა. ეს გავცელდა. ეხლა პირველად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის გადიოდა სხიურ თერაპიას. და ეს სხიური თერაპიები იმ ოპერაციის გაგრძელება იყო. რაც ნიშნავს, რომ ან ის რაც ადრე ამოიღეს, კიბო იყო და შესაძლოა კიბო დაბრუნდა, ან ის იყო პრეკანცერული, მაგრამ ეხლა კიბოს ნიშნები გამოჩნდა. და ბენიამინ ნეთანიაჰუ იღებდა სხიურ თერაპიას. ეხლა არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრი ბოლო პერიოდში კარგად არ გამოიყურება. ეხლა ბოლო რამდენიმე კვირაში ის უკეთ გამოიყურება. მაგრამ რამდენიმე თვის წინ ხალხი ამბობდა, რომ პრემიერ-მინისტრი ძალიან დაღლილად გამოიყურებოდა. და ეხლა ირკვევა, რომ შესაძლოა ამის ნაწილი ყველა სხვა მიზეზის გარდა, რითაც პრემიერ-მინისტრი არის დაკავებული, მათ შორის ომის წარმოება, არის ომი 7 ფრონტზე. ის გადიოდა სხიურ თერაპიას. ესე რომ თქვენ ყავთ ეს პრემიერ-მინისტრი, რომელიც მართავს ომს, მართავს კოალიციას, რომელიც ნებისმიერ დროს ემუქრება მის თანამდებობიდან გადაყენებას, თქვენ ყავთ ოპოზიცია მედიაში, ყავთ სასამართლო, რომელიც ბლოკავს მთავრობის ცნობის ნაბიჯებს. ყავთ პროკურატურა, რომელიც მას სასამართლოზე ასამართლებენ და მას უწევს სასამართლოზე ჩვენების მიცემა. და ამავე დროს ის გადის სხიურ თერაპიას. ძნელია წარმოიდგინო, რომ ადამიანს შეუძლია ამდენი გადაიტანოს და ამდენ სხვადასხვა საკითხს ერთდროულად გაუმკლავდეს, თანაც უმაღლეს დონეზე, სადაც ესე მაღალია ფსონი.
პირველ რიგში ვიმედოვნებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ახლა ჯანმრთელია, რომ ასეა. ორივე მხრივ გამოჯანმრთელდა, როგორც იმ ყველაფრისგან, რაც მის პროსტატაში ხდებოდა, ასევე რადიაციული თერაპიის საშიში ეფექტებისგანაც. რაც იცით, ალბათ პრემიერ-მინისტრს ბევრად უფრო სუსტს ხდის, ვიდრე თქვენ გსურდათ. იმედია, ახლა პრემიერ-მინისტრი საკმარისად ძლიერად გრძნობს თავს, რომ თავისი მოვალეობები შეასრულოს. ასე რომ საჭიროა ჯანმრთელი პრემიერ-მინისტრი ყავდეთ. საჭიროა ყავდეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც სრულად შეძლებს ყურადღება გაამახვილოს მიმდინარე ამოცანებზე. ამიტომაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი განაგრძობს ზეწოლას პრეზიდენტ ჰერცოგზე შეწყალების თაობაზე. რათა პრემიერ-მინისტრს აღარ მოუწიოს ამ სასამართლო პროცესთან გამკლავება. რაც შეეხება იმას, როგორ მოქმედებს ეს ამომრჩევლების განწყობაზე, ბოლო გამოკითხვები კვლავ აჩვენებს, რომ ნეთანიაჰუ ყველაზე შესაფერისად მიიჩნევა. ვფიქრობ, ეს ეპიზოდი და ის, რაზეც ადრე ვსაუბრობდით ლიკუდში შესაძლო გამოყოფილ პარტიასთან დაკავშირებით, მიანიშნებს მემკვიდრის შერჩევის გეგმაზე, ხომ ასეა? იცით, პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდა აღარ არის. ის ასაკში შედის. ამ ვადაში მას პეისმეკერი ჩაუდგეს. ამავე ვადაში მას პროსტატა ამოაჭრეს. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ამბობს, სრულად ჯანმრთელი ვარო, აშკარაა, რომ ის ასაკშია და აღარ არის ისეთი ჯანმრთელი, როგორიც ადრე იყო. და არსებობს სერიოზული კითხვები იმის შესახებ, თუ ვინ შეცვლის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, როგორც მის ლიკუდის პარტიაში, ასევე ლიკუდის პარტიის გარეთ. მე არ ვფიქრობ, რომ მემარჯვენე ფლანგზე ვინმე არსებობს, ვისაც საზოგადოება პრემიერ-მინისტრობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნევს ბენიამინ ნეთანიაჰუს გარდა. და კვლავ, ნახავთ რა მოხდება არჩევნებამდე, რომელიც დიდი ალბათობით ოქტომბერში გაიმართება თუ უფრო ადრე არა. და ალექს, მინდა დღევანდელი გადაცემა პალესტინის ავტონომიის შესახებ საუბრით დავასრულო. პალესტინის ავტონომიამ პირველად ბოლო 2000 წლეულის განმავლობაში ჩაატარა მუნიციპალური არჩევნები იუდეასა და სამარიაში, ასევე ღაზაში. რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები? ასევე გავიხსენოთ, რომ პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტის არჩევნები მაჰმუდ აბასი აირჩიეს ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში. ვფიქრობ, ის უკვე მე-20 წელია, დაახლოებით 4 წლიანი ვადის. რას ნიშნავს პალესტინის ავტონომიის მუნიციპალური არჩევნები და როგორ აისახება ეს პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობაზე მომავალში? მართალია, რთულია ზუსტად ვიცოდეთ, რა გავლენას მოახდენს ეს უფრო ფართო პოლიტიკაზე, როგორც პალესტინის ავტონომიის შიგნით, ასევე რა თქმა უნდა პალესტინის ავტონომიასა და ისრაელს შორის ურთიერთობებზე. რაც მე ვნახე წინასწარი შედეგებიდან, ბევრი ახალგაზრდა კანდიდატი გახდა გამარჯვებული ამ არჩევნებში. ასე რომ, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ტრადიციული ტომობრივი სტრუქტურის დარღვევას ვხედავთ. და ვხედავთ ახალგაზრდული ლიდერობისკენ სწრაფვას, რომელიც ძირითადად უკმაყოფილოა სულ მცირე პალესტინის ავტონომიის მმართველობის კორუფციული ასპექტით. ასე რომ, პალესტინის ავტონომიას ისრაელისთვის ძირითადად ორი საკითხი აქვს. ერთი მხრივ არის ძალადობის წაქეზება, რომელიც მუდმივად გრძელდება. არსებობს გადაიხადე მკვლელობისთვის პოლიტიკა, სადაც პალესტინის ავტონომიის ბიუჯეტის 7%-მდე, როგორც ცნობილია, მიდის ეგრეთ წოდებული მოწამეების ფონდში, პატიმრების ფონდში, ძირითადად ციხეში მყოფი ტერორისტებისთვის ხელფასებისა და სტიპენდიების გადახდაზე, ასევე იმ ოჯახებისთვის სტიპენდიების გადახდაზე, ვისი ოჯახის წევრებიც პირველ ხარისხის მკვლელობის ჩადენისას დაიღუპნენ. მეორე მხრივ კი არის კორუფციის საკითხი, როდესაც საუბარია მილიარდობით დოლარის დახმარებაზე, რომელიც პალესტინის ავტონომიაში მიედინება. გულისხმობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თაღლითური სქემაა თანამედროვე გეოპოლიტიკის ისტორიაში. სადაც ევროპის კავშირი, შეერთებული შტატები, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, USAID და სხვები. უბრალოდ მილიარდობით დოლარს აქეთ გზავნიან და მაჰმუდ აბასი და მისი გარემოცვა მილიარდერები ხდებიან. ხო ასეა, მაჰმუდ აბასი კერძო თვითმფრინავით დაფრინავს. ის მილიარდერია, მისი შვილებიც მილიარდერები არიან. იასირ არაფატი მილიარდერი იყო. როგორ ხდება, რომ ეს თავისუფლების მებრძოლები მილიარდერები არიან? ხომ ასეა? იმიტომ, რომ ისინი რეალურად მართავენ საშინელ კორუფციულ სკანდალს, სადაც ფული შემოდის და ისინი ყოველ კონტრაქტზე ქთამს იღებენ. მაჰმუდ აბასი უბრალოდ მინდა აგიხსნათ, როგორ მუშაობს ეს კონცეპტუალურ ჩარჩოში. კარგი? ეს არის გავრცელებული მაგალითი, მაგრამ აქ კონცეპტუალური ჩარჩოა. მაჰმუდ აბასი მიდის საერთაშორისო საზოგადოებასთან და ამბობს, რომ ჩვენ სკოლებში კონდიციონერი გვჭირდება. ბავშვებისთვის სკოლებში კონდიციონერი არ არის. შეგვიძლია ფული მივიღოთ. და უცებ 300 მილიონი დოლარი შემოდის სკოლებში
კონდიციონერისთვის. და მაჰმუდ აბასი თავის ბიძაშვილთან აფორმებს კონტრაქტს, რომ ყველა სკოლას მიაწოდოს კონდიციონერი. და მაჰმუდ აბასი გრთამს იღებს. რა თქმა უნდა, ეს იმუშაობს პალესტინის ავტონომია. აქ რაც გვაქვს ესა. ამ მუნიციპალურ არჩევნებში გარკვეული უკურეაქცია ამ ყველაფერზე. პირველად ჩატარდა ესეთი მუნიციპალური არჩევნები და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ შეერთებული შტატები მოითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას. რას შეცვლის ეს ძალადობის წაქეზების თვალსაზრისით პალესტინური ქუჩების დამოკიდებულებაში ისრაელის მიმართ? დასაკვირვებელია რა მოხდება. ნამდვილად არსებობს ფრაქციები. არსებობს გარკვეული ფრაქციები, რომლებიც აღიარებენ, რომ ისრაელი ძლიერია და ტერორიზმს პალესტინელებისთვის არანაირი დადებითი შედეგი არ მოუტანია. სინამდვილეში ეს მხოლოდ ართულებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას და მათი ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს ისრაელთან გარკვეულწილად ნორმალიზებული ურთიერთობებით. ნიშნავს ეს იმას, რომ ისინი შეწყვეტენ ძალადობის წაქეზებას? იცით, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ სანახავია. შეიძლება თუ არა ძირეული ცვლილება. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ძირითადად თქვა, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაწყვეტა შესაძლებელია გარედან შიგნით. სწორედ აქ ერთვება ეს მოლაპარაკებები ლიბანთან. სწორედ აქ ერთვება აბრაამის შეთანხმებები. სწორედ აქ ერთვება ამ ირანული ტერორის ღერძის დასუსტება. თუ დაინახავთ, რომ ირანული ღერძი ინგრევა, ჰამასი ამ ირანული ღერძის ნაწილია. ეხლა ხედავთ, რომ ჰამასზე ზეწოლა ხორციელდება, ზეწოლა. როგორც ჩანს, ჰამასი ამ მუნიციპალურ არჩევნებში დიდი როლი არ უთამაშია, როგორც ამას იუწყებიან. რაც საინტერესოა, რადგან 7 ოქტომბრამდე რა მოხდებოდა, რომ მუნიციპალური არჩევნები ჩატარებულიყო და ჰამასს მათში გამარჯვება მოეპოვებინა. როგორც ჩანს, ისინი ამ პროცესს თავი აარიდეს. კიდევ ერთხელ მე არ ვარ სრულად ექსპერტი პალესტინის შიდა დინამიკებში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ჰამასის უარყოფა, რომელიც ზეწოლის ქვეშა, ასევე მაჰმუდ აბასის და მისი ძალაუფლების კონსოლიდაციის უარყოფაც. მოდით ნახოთ, იქნება თუ არა რაიმე ახალი რეაქცია ამონთან დაკავშირებით და მოძრაობა ნორმალიზაციისკენ. უბრალოდ არ დაგავიცდეთ, ეს სულ რამდენიმე თვის წინ იყო ეს ცნობები ზოგიერთი კლანის შესახებ, მაგალითად ხევრონში, სადაც ამ კვირაში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა, ზოგიერთი კლანი ამბობდა, ჩვენ გვინდა გამოვეყოთ პალესტინის ადმინისტრაციას და მზად ვართ ისრაელთან ურთიერთობები დავანორმალიზოთ. მოდით ნახოთ, აჩვენებს თუ არა ეს არჩევნები ახალ თაობას, რომელიც იგივეა თუ არსებობს გარკვეული პრაგმატიზმი, რომელიც აღიარებს ისრაელის სუვერენიტეტი უმაღლესია და სუვერენული სრულ ისრაელთან ნორმალიზაცია შეიძლება ეკონომიკურ სარგებელს მოუტანდეს როგორც ისრაელელებს, ასევე ტერიტორიებზე მცხოვრებ პალესტინელებს. ნახავთ რა მოხდება, გაგრძელდება ალექს, მაგრამ ეს არის ყველაფერი, რისთვისაც დრო გვაქვს ამ კვირას გადაცემაში იერუსალიმი. ჯოშ ჰასტენი აქ არის JNS News-ის კორესპონდენტი ალექს ფრიმენის JNS-ის აღმასრულებელი დირექტორის გვერდით. ჩვენ ვიმყოფებით JNS Media Hub-ში, იერუსალიმში, ისრაელში, ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხის დედაქალაქში. მინდა მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც აქ კულისებს მიღმა მართავენ ყველაფერს და ასე ბევრს აკეთებენ JNS-ში. და არ დაგავიცლეთ გამოწერა, დაგვიტოვეთ სუპერ მადლობა და ნახეთ JNS TV-ის ყველა შესანიშნავი პროგრამა. და რა თქმა უნდა, ეწვიეთ jns.org-ს, რომ მიიღოთ ყველა უახლესი ახალი ამბავი ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი ებრაული სამყაროდან. მომავალ კვირას კვლავ გელოდებით აქ, იერუსალიმის ინში.